ნუ აკეთებთ სახლებს მეგობრებისთვის, მეზობლებისთვის და ხალხისთვის საბეჭდილების მოსახდენად. პირველი დანიშნულება, რაც უნდა გქონდეს თქვენი სახლის დიზაინს, ეს არის, რომ მორგებული იყოს თქვენზე, თქვენს კომფორტზე, თავს იგრძნობთ კომფორტულად, იგრძნობთ თავს სახლში და ამ გარე ქაოსს, რაც არსებობს სამყაროში, თქვენს მყუდრო გარემოში მოწყდებით. ამას ვამბობ იმ ხალხის გასაგონად, რომლებიც საკუთარი სახლის გადაქცევას ცდილობენ მუზეუმად და თქვენი მეგობრების და მეზობლების ვაუ შეფასებებიც სადღაც გაგინელდებათ და საბოლოოდ შეგრჩებათ სახლი, რომელიც სიამდვილეში არის მუზეუმი. ამიტომ ხშირ შემთხვევაში, როდესაც კონსულტაციას გავდივართ ხოლმე თამკვეთთან, დიზაინთან დაკავშირებით, ძალიან ხშირად არის, რომ დიზაინერი უფრო ადგენს ამ ადამიანის გულწრფელ გემოვნებას, ვიდრე ამ ადამიანს გონია. იმიტომ რომ ზოგჯერ ადამიანებს გვაქვს გარემო ფაქტორების დიდი გავლენა, ხშირად გონია რომ ეს ჩვენ გვინდა, მაგრამ სიამდვილეში ჩვენი სურვილი ეს არ არის. უგემოვნო ადამიანები არ არსებობენ, უბრალოდ არსებობს რაღაც კომპანიები, რომლებმაც შექმნეს რაღაც პროდუქცია და ამ პროდუქციის აქტივად გაყიდვის მიზნით მარკეტინგულად თავს მოგვახვიეს ეს პროდუქტი და დაგვაჯერეს, რომ ეს პროდუქტი არის ყველაზე კარგი, ეს პროდუქტი არის ყველაზე გემოვნებიანი. ადამიანებიც ამ მომენტში აღარ ვფიქრობთ ჩვენ საჭიროებებზე და ამ გავლენის ქვეშ მყოფები მარტივად ტყუდებით ხოლმე. ამიტომ მეგობრებო, როდესაც ცდილობთ რომ თქვენი ნაწვალები ნაშრომი თანხით სახლის შეიძინოთ, გაარემონტოთ და ასე შემდეგ, ეცადეთ ყოველთვის ეძიოთ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, იმაზე იფიქრეთ რომ ამ კონკრეტულ სახლში მოგიწევთ წლების გატარება და მარტივად არ მოტყუდეთ ვიღაცის პროპაგანდით ან სხვა ადამიანების გავლენით.